ბიუჯეტის ერთ-ერთი წყარო ხო არის ეს გაჩერებებზე, მანქანის გაჩერებაზე რო აჯარიმებენ. მე ერთი კვირის განმავლობაში 5 ჯარიმა მაქვს უკვე მოსული 50 ლარიანი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 10 ლარი იყო მიშას დროს, City Parks რო ხონდა, ხო გახსოვთ? და უბრალოდ ახლა რაც აი უბრალოდ ეს ხო თბილისელების სულში ჩაფურთხება არის. აი უბრალოდ რომ მანქანას დატოვებს სადღაც, იმ გაჩერებასაც სუტოვებდი, კალაძეს არ შეუქმნია ახალი გაჩერება. კომუნისტების დროს იყო შექმნილი, ამან მივიდნენ მიხაზეს და თვითონ მანქანის გაჩერებაზე 50 ლარით გაჯარიმებენ. ისე რაღაც საათობრივი თუ რაღაცა გიჟობა, რომელსაც ჯერ ვერც კი ისიც კი არა მაქვს დაინსტალირებული. იმდენად ძარცვა არის. ადამიანს როცა ვეუბნებით რომ გაათავისუფლე თბილისიო, ვეუბნებით რომ გაათავისუფლე ამ გიჟობებისგან. 10 ლარი რო იყო ნაცების დროს და ნაცებს რო აგინებდა ყველა და City Parks და ასე შემდეგ, 50 რო გახდა ახლა და ღამე აი რო თქვენ მანქანათო წაურთმევიათ თქვენთვის და გაუტაცებიათ და სადღაც დაუგდიათ, იქ რომ მიხვიდეთ, ნახავთ რა ხდება ღამე. მოდის ხალხი თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს. ანუ მე ისედაც მithქვამს კიდეც აი რომ ხვდებიან ეს თანამშრომლებს აჯარიმებენ და მიიყავთ მანქანები. მეც ანუ აი ადამიანურად არ მინდა რომ შეურაცხყოფა მოვაყენო, მაგრამ მათ საქმეს, რასაც ისინი აკეთებენ, სულ შეურაცხყოფით მოვიხსენიებ. ვეუბნები რომ აი არ შეიძლება ზოგადად აი ბენდუხიძე ამბობდა ხოლმე ამას, რომ არ შეიძლება ქრისტეს გაყიდვით იშოვო ფული. აი არ შეიძლება მაგით ფული იშოვო. არ არის ეს საპატივცემლო საქმე. აი სრულიად არაქართული ამბავია, რომ ადამიანი მანქანა დააყენა სადღაც, სულაც უაყენებ და მიხვედი შენ გამოვწერე 50 ლარიანი ჯარიმა, ან მოიყვანე ევაკუატორი და წაიყვანე მანქანა. არც ქრისტიანობაში არ ჯდება, არც ქართველობაში არაფერში არ ჯდება. არა და ყველას გამოგვიცდია. ხიდი 1993 წლის მერე მტკვარზე არ აშენებულა. ხო და წარმოვიდგინეთ რომ მაშინ დადიოდა 10 ჯერ ნაკლები მანქანა ვიდრე დღეს. ხო და ამ დროს მოდიხარ აი შენ ეს არ გაგიკეთებია, საშინაო დავალება არ შეგისრულებია და ხალხს აჯარიმებ უბანში, იმაზე რა ქვია, 50 ლარით ყოველდღე. ანუ აი უბრალოდ მარტო ამის გამო ჩვენ რო ნორმალური თვითმმართველობა მართლა გქონდეს, აი ჩვეულებრივად ქალაქის მერიაში აი ამაზე ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა გაგვეყარა სამსახურიდან. ანუ ხალხი უნდა მიუვარდეს მართლა და გაყაროს სამსახურიდან, ვინც ამას აკეთებს ის ბოროტ მოქმედი. რომელიც მანქანას კპარავენ, გაჯარიმებენ 50 ლარი, რატომ? ერთი შენს ადგილზე დავდე, კი ერთი ადგილი აგიშენებია ქალაქში, ერთი ხიდი არ აგიშენებია, ერთი მეტრო სადგური არ აგიშენებია და ნაცებმა რომ მავნებლობა გააკეთეს 10 ლარი როგას შენ 50 ლარი ახადე. თბილისელებს აი ოდნავ მართლა ჭკუათ უმოეკითხება და მარტო ამის გამო არ შეიძლება კალადის არჩევა. მარტო სხვა ყველაფერს დაანებო, უბრალოდ მართლა რა უკრა მანქანით მოსიარულეებს. ამით ისე ღარიბები უნდა ჩამოსვა მანქანიდან, თორე შენ თუ ფერარი ყავს, გზა გჭირდება ცარიელი. აი ბასლაინი უნდა იყოს რომ ნელა არიარო კაცო სწრაფად გაი რა არის ის კიდე ფერარი საწოლში ფერარიც ეს არის მანქანაა ჩვეულებრივი